როგორც იქნა უკან დაიხია მისმა ავადობამ, მაგრამ არასოდეს უკან არ დაიხევს სააკაშვილის ავადობა გადასვლა ძალიან საინტერესო იყო და მე შემიძლია ამის დასტურად ვიდეოც გავუშვა, ეს დღევანდელი იყო, ეს ვიდეო დღევანდელი გახლავთ. ზოგადად რა თქმა უნდა მიშას დღევანდელი ვიდეოა? კი ბატონო, ხო დღევანდელია, მეგობრებო. კი ბატონო. და ზოგადად მიშა აქტუალური აღარ არის, ნელ-ნელა მისი აქტუალობა ეცემა, მაგრამ მაინც ხანდახან გართობისა თუ როგორ გინდა თქვა რომ არ არის აქტუალური, როდესაც ამათ კვარტალში ერთხელ რაღაც დიდ და მთავარ შეკრებებს აკეთებენ, სადაც მე ამბობენ რომ ქვეყნის ბედი წყდება და გეგმით მოდიან და ვერაფერს რო შვებიან, იქ მთავარი პოსტერი არის მიშა. მოდი გავუშვათ ეს ავადყოფი მაოხრებელი გზირი ამ გზირის დღევანდელი ვიდეო გავუშვათ. ანუ პრომეთემ მოუტანა ხალხს ცეცხლი და მან ნუ ამირანი რატომ არ თქვა სამაგეროდ ჩვენ არ უნდა დავავიწყოთ მიშას ფინალი პრომეთესი და ამირანისა ეს ძალიან საინტერესო არა არა მოდი ჩვენ ფინალზეც თავი დავანებოთ და მიზნები შევახსენოთ რა იყო მიზანი ეხლა მართლა შევდივარ ჩვენ ამ დისკუსიაში მოგესალმებით მიშამ რეალურად სახელმწიფოებრიობა რაც არის სახელმწიფოებრიობის სტანდარტული გაგება რაც არის იმაზე ნუ აბსურდი არის რომ ველაპარაკოთ რომ მიშამ რაიმე ტიპის გააკეთა მაგრამ მიშამ მოიტანა რეალურად სახელმწიფოს ალბათ ყველაზე დამახინჯებული გაგება იმიტომ რომ სახელმწიფო როგორც მხოლოდ და მხოლოდ დამსჯელი ინსტიტუცია ასეთად შექმნა მან იმიტომ რომ ეს სახელმწიფო იყო სადაც სისტემური გაუპატიურება და წამება იყო ყველაფერს სხვას რო თავი დავანებოთ ეს იყო სისტემის შექმნილი ყოველდღიურობა ქვეყნის. შესაბამისად ხო მაგ ტიპის სახელმწიფო პირველი არის რომელიც შექმნა საქართველოში. სოფლიო ისტორიაში ადამიანები რომელსაც მართლაც შექმნეს სახელმწიფო ვაშინგტონი და ბენჯამინ ფრანკლინი და ასე შემდეგ. ხო და მათ რო ეთქვათ, აი ვაშინგტონს რო ეთქვა, რომ მე ვარ პრომეთე და მე მოვიტანე სახელმწიფო, ხო? არასოდეს ესეთი რამ არ უთქვამს. ანუ ნარცისიზმის პიკი ეს არის უკურნებელი სცენი, ეს არის ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც არანაირი სომატური პრობლემა არ აქვს, არამედ აქვს ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ხასიათის პრობლემა, რომ შეუძლია თავისი გაფარჩაკების, თავისი დედის მოკლის მიუხედავად, იმიტომ დედის მოკლა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც იძახის, რომ ქართული არ მახსოვს და უკრაინელი ვარო, ხო იყო ეს შემთხვევა. ეს ქვემძრომი, როდესაც ცდილობდა, რომ რაღაცნაირად გამძვრალიყო ციხიდან, რა ციხიდან, სამართლოდან თავისი უკრაინელობის გამო. როცა იძახის, მანამდე უკრაინაში რო იყო აქაურ საქართველოს მე ყველა იმ პრეზიდენტის დედა ვატირე. ხო. თუ პრემიერი იყოს თუნდაც კაც რა მნიშვნელობა, თუ საპარლამენტო მოწყობა რო პრემიერი, რომელიც რაც ორი ვადით იყო პრეზიდენტი და საკუთარ სურვილით თქვა მე თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი. რა თქმა უნდა. წავიდა ბიჭო, გაიქცა უკრაინაში. კი. და იქ ლაპარაკობდა, სანამ მე აქ შემოიპარებოდა არაჟნებით და დაიჭერდნენ და ციხიდან დაიწყებდა ტირილს, რომ უკრაინელი ვარო და იქნებ ზელენსკი მიშველოსო. უკრაინაში ლაპარაკობდა სვაბოდაზე როცა იყო და ოდესის ოლქს რო გუბერნატორობდა. იქ ლაპარაკობდა რომ მეო არც ცეკვა ვიცოდიო, არც სიმღერაო, არც აღგრძელების თქმა და ამიტომ გადავწყვიტე უკრაინელი გამختارიყავ ბიჭო, ანუ ქართველია. ტიპი ამას რომ ანუ ეროვნება აირჩია რა, ანუ ამერიკაში რო იყო რა სქესს ვირჩევ მე და სქესი არ მომეცემა. ამასობაში მეგობრებო, როცა სქესი შენი არჩევანია და არა ღვთისნება. ამასობაში მეგობრებო, ამ მაოხრებელი გზირის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი წითლიძე ძალიან საინტერესო აღმოჩენას აკეთებს რამაც უნდა ეფექტი იქონიოს თვითონ აი ამ შმო პოზიციაზე. მეტი არა ჩემი. მართლა? ვა.
არასწორი. ვინმე გააკეთა არჩევნებზე რა მოვიდა, რა მოხდა საერთოდ მაგის ანალიზი? რომელიმე რაღაც დებილურ 2 საათიან პრეზენტაციებს რო განახებდნენ ხოლმე და ის ცესკოს ოქმები რო ქონდათ ახლებს მიტანილი რო ეგონათ ის ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები რო იყო და რო ეგონათ რო იგი იყო გაყალბების მასალები. ვინმე არ არის გაკეთებული ამ ქვეყანაში ანალიზი ოპოზიციური პარტიების მხრიდან რა უკნა ბიძინა მათ არჩევნებზე. არ იციან, აზრზე არ არიან. ამიტომ ყველა არჩევნებზე სადაც გავლენ ისო მაგას გაუკეთებს შესაბამისად ეს არის უბრალოდ აღიარებითი ჩვენება რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ანუ როცა არ იცი როგორ გაყალბდა და რატომ გაყალბდა და როცა ახალს თურმე მიაქ ნაცების მიერ დაწერილი რაღაცა დებილური თან ოქმები რომელსაც თვითონ ნაცი აღიარებს რომ ნაცემაც რაც დავწერეთ ეგეც არის დებილური თვითონ ამბობს დებილური ოქმები თვითონ ჩვენ დებილური ოქმები დავწერეთ მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა გვიქნა ბიძინამ ანუ ქართულმა ოცნებამ როგორ გააყალბა ჩვენ არ ვიცითო და სხვათა შორის გაყალბება არ გაყალბების საკითხი არის სისხლის სამართლის კოდექსის თემა. ეს არ არის თეოლოგიური საკითხი, ეს არ არის მისტიური, თეოსოფიური. წმენდი კატეგორია. წმენდი კატეგორია არ არის. ანუ ეს არ არის მისტიკა, ანუ ჩვენ არ ვიცით როგორ. შენ თუ რაღაცა არ იცი, თუ დანაშაული მოხდა შენ ამას აწვევი, მაგრამ არ იცი როგორ მოხდა, ესე იგი არ მოხდა რა დანაშაული. არა, შეიძლება არ ზონ, მაგრამ გამოიძიო და თუ გამოძიების შედეგადაც არ იცი. ხო, ამდენი ხნის შემდეგ. არანაირი სამუთი არა გაქვს, ვერსიაც კი არ გაქვს. ამდენი დამკვირვებელი ყავდათ, ანუ გაცილებით მეტი დამკვირვებელი ყავდათ. ითქვა სიმართლე, მე მგონი. NGO-ებიდან, ერთადერთი რა. სამოქალაქო საზოგადოებიდან, თავისი ჩამოთარეული და ან ტიპებმა ვერ შეკრეს ერთი ხელშესაღები მტკიცებულება თუნდაც ერთი უბნის რომ აი აქ რაღაც მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო და ხო ეხლა თურმე ახალს ფლად თურმე ნაცების ის გადაუკოპირება სააკაშვილის საჯდომში ყოფნის ესტაფეტა მამამ შვილს გადააბარა არუნ უბაზიჩი და გაუშვათ ლევან სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობას აღიარებს 100.000 საქართველოს მოქალაქე. ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციები, მთელი დასავლური სამყარო, მის გათავისუფლებას ითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტი და ეხლა რამდენიმე აქტივისტი თუ არ აღიარებს მიშას პოლიტპატიმრობას, ესეც ნაკლები პრობლემაა. რაც შეეხება ბანერის გაშლა არ გაშლას, იცით როგორ არის იქ გაშლის სრული უფლებაც ჰქონდათ იმ დემონსტრანტებს, ვინც გაშალეს, ეს ერთი. მაგრამ თუ კი ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს ჯერ მიხეილ სააკაშვილთან და მერე მის ბანერებთან თუ ამას ვერ ერევიან და ამის შნო არა აქვთ რომ ამას დაუპირისპირდნენ აი მათი მოსაზრებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს და რუსეთსაც ვერ დაამარცხებენ ესეც ესენიო თავის სიმცირეს ვერ მოერიან მიშას დიდებასთან დაპირისპირებაშიო დაუკვირდით ჟურნალისტები აი ამ არარსებული არხის ურეიტინგო არხის როგორც კი ვინმე მიშაზე იწყებს ლაპარაკს შეშფოთებული სახით შეხედა პროდიუსერს რომელსაც უთხრა მოაყომარე ახლა დროზეო და დრო არ გრჩება უბრალოდო ანუ რაღაცნაირად მიშა არის ძალიან ტკივნეული რამ ანუ უტყდება ახლა არ მოხდომ სააკაშვილი სავსებით მისადაგებელია ამ ადამიანებს გამსკდარი კანალიზაცია რომელსაც მიკარებაც რა თქმა უნდა არავის არ უნდა იმიტომ რომ უნდა აყროლოს და თავის ხაკში კი ბატონო ჩვენ მივდივართ მეგობრებო ჭადრაკულად და ახლა უკვე სალომე სამადაშვილი სხვა საწინააღმდეგო პოზიციაზე მდგარი სალომე სამადაშვილი პრაქტიკულად აცხადებს განაჩენს ნაციონალური მოძრაობისადმი ნაცისტური პარტიისადმი გამოტანილი განაჩენია მისი პირით გამოცხადებული თხოვთ მე რასაც ვიტყვი შეიძლება არ მოეწონოს ძალიან ბევრ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს ანაციონალურ მოძრაობას მაგრამ უნდა ითქვას სიმართლე და სიმართლე არის ის რომ გასულ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება იმიტომ მოვახერხეთ ერთობლივად ოპოზიციამ ანუ 4-მა პოლიტიკურმა ცენტრმა რომელმაც რეალურად გაიმარჯვა ამ არჩევნებში რომ მთავარი ოპოზიციური ძალა როგორც ესეთი ნაციონალური მოძრაობა ბუნებაში აღარ არსებობს ამას აქვს გალიმინაცი ხო რომელიც 2 წელია გახდა ხაზარაძის პარტიის ჯიბოსანი ხო აი როგორ გითხრა აი მე ახლა ძალიან უხელხური შედარებაა და არც სალომეს არც წითლიძეს არავის ეს არ ეთანადება მაგრამ სოფლიო სახსოვს მხოლოდ ძირითადად ერთი ამბავი როდესაც მეძავი გახდა წმინდანი ხო და ეს ის აღწერილი ხო და არ ამგონია მარია მაგდალინელი იყოს რომელიმე პარტიის წევრი ქალებზე არ არის საუბარი
მომიტევეთ უხერხული შედარების, იმიტომ რომ როცა ხარ სადისტი, ფაშისტი, ნაცისტი, როცა აი რასაც ჩვენ უყურებდით, თუნდაც დღესაც ვნახეთ საგამოძიებო კომისიის თომაზე, ამას აკეთებდი, აპრავებდი, რამენაირად მონაწილეობდი, უშუალოდ ამას აკეთებდი თუ ამის მიჭკმალვას ცდილობდი. შენ მე როგორ უნდა თქვა, რომ აი მე არაფერ შუაში არ ვარ. დაჟე ის კი არა, რომ უშუალოდ პარტიული ნაცი როგორც არის და იყო და ყოველთვის იქნება, სადაც რომელი გინდა ლელოში გადავიდეს და გინდა ახალში რამიშნულობა აქვს. სამამდაშვილი არის ნაცი, თავის გონების თუ სულის კონსტიტუციით არის ნაცი, ყოველთვის იქნება ასეთად შემოვიდა ის პოლიტიკაში და ეხლა 10 წელი ნაცებში იყო თუ მეტი დაჟე ნაცებში იყო და არ გიქმნიდეს ეს ჰიგიენურ პრობლემებს და გახსოვს ეს ხაბეს გამო წამოვიდა ძმაო ამის ჩანაწერი არის რაც ჩვენ ტყურით ხო მოსმენ რომ დაუბანლები და ის გუბაზები და ხაბეებით გაავსესო როცა იქითო ოცნებაში განათლება მიღებული და სუფთა ხალხი არის ის კი არა რომ პარტიის წევრი იყავით მაგალითად ჩვენ ამ კომისიაზე რასაც ვისმენთ დღეს რაც მოვისმინეთ გიორგი ზერეკიძის პირიდან ნუ ისედაც ვიცოდით ეგ ისტორია, მაგრამ ყოველთვის რთული არ ხომ მსგავსი ადამიანური ტრაგედიის მოსმენა. რაც იმ დღეს მოვისმინეთ რატიანისგან, რასაც ვისმენთ ზოგი ახალი დეტალებით, ზოგი უკვე კარგად ნაცნობი ჩვენთვის. იმას რომ დღეს შენ ნაციონალურ მოძრაობა ეწერება ბიულეტენზე თუ არ აქვს შობა. რაღაც ტიპით მაინც ხარდაჭერას უცხადებ. ლელოს ხაზავ თუ ახალს ხაზავ თუ გახარიას ხაზავ, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც ზუსტად ერთი და იგივე იდეური საყრდენები გააჩნიათ და მხოლოდ აი ჰიგიენის პონჩი ამბობენ, რომ აი ნაცები. რომ აი თითქოს მე ვიყო ნაცი, ბიჭო, მე ვყოფილიყავ. დღესაც კი, აი თუნდაც ისინი ბანერზე ვინც პრეტენზია გამოთქვა რა, მაგრამ იქ დგას და ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება უნდა იმიტომ რომ ესენი მოიყვანოს ხელისუფლებაში, მაგრამ აი მიშას პლაკატი პროსტა აი ესთეტურად არ მოწონს რა. ცოტა რაღაც ბაიკერის ტყავის კურტკიანი ტიპი უნდა რა, იქ და არა აი მიშა. ხო. აი ეგ ადამიანებიც არიან ზუსტად იგივენაირად გამზიარებლები. ნაცები არიან იგივე, კი ბატონო. იმ იდეების, რომლის აღსრულების შესახებაც ვისმენთ ჩვენ ამ კომისიაზე და პირად ადამიანურ ტრაგედიებს ვისაც ვისმენთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები რეალურად ამბობენ, რომ აი ეს რაც საკეთდა ეს ხელისუფლება, ნაციონალურ მოძრაობა, ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვექნება ეს რო დაბრუნდეს. ძველი ვიდეო მინდა გავუშვა, უბრალოდ ეს ჩვენ ხო ბუტერბროდს ვაკეთებთ ახლა და მძიმე ვიდეოები და ახლა კეჩუპი მოვასხათ. ეს ძველი ვიდეოა, გორგილაძე და ამაღლობელი საუბრობენ პოეზიაზე და ჩვენ მოგვეცემა კარგი კომენტარი. ამაღლობელს ხო უთხრა კაცო ჩვენმა ცოცხალმა ლეგენდარულმა პოეტმა რომ მე ვექსი მეგონაო ტანჯვაო და ეგრესად არის მაო ხანიშქნა და თანისქნაო. კი ბატონო, გაუშვით. ცირამენ ბროცკი შევნიშნე კატით. კი ბროცკი მომეშლებ. მე მაქსახში ისინი რა ქვია. ჩემი საყვარელი მწერლები კატები თურთ ეგეთი სერია, რომელსაც ჩემმა შვილმა დედა უტირა რაღაცები მიახატა, მაგრამ მაინც ძვირფასია ჩემთვის. ბროცკი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი თუ კატა ამ ფოტოზე? ოდესღაც ბროცკი იყო, ეხლა უკვე კატა. ხო, ნუ რა თქვა უნდა, მაგრამ მე იმ სამყაროს დედა ვატირე, რატი ამაღლობელი რომ ბროცკიზე გადაბრუნებულ სიტყვის რამეს. მოკლედ, თუ რატი ამაღლობელი არის პოეტი მიშველე. მოდი ესე ვთქვათ რა. ხო მაგარი ვიდეო. ანუ ძმაო იოსი ბროცკი არის მეგობრებო ნებისმიერი პოეტისთვის, მით უმეტეს პოეტისთვის, რომელსაც ეს სიტყვის მუსიკა ესმის თუნდაც. არა მარტო პოეტისთვის, ნებისმიერ განათლებული ადამიანს. განსაკუთრებით პოეტისთვის, ბროცკი არის თვალუსწინელ სიმაღლეზე, ისე როგორც გალაქტიონი. ხო, ბროცკი გაცილებით სხვა, გალაქტიონი სხვა რანგია, რანგს არ გულისხმობ. მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე, იმიტომ რომ არ ვარ პროფესიონალი, თუმცა ვისაც 10-ოდე ლექსი მაინც აქვს საკითხული ბროცკის, ხო? ნუ ის მე და ბროცკის ინტერვიუები თუ ეხნა ბროცკის ესეისტიკა. მხოლოდ იმიტომ რომ კატა ახსენს და თუ შენ გაქვს საკითხული ბროცკი კატაზე როგორ პოეტურად აკეთებს ქალთან შედარებას, ანუ კი ბატონო, ავის კაროჩი მარტო კიდევ გავიმეორო, რატი ამაღლობელს არ უნდა კონდეს, მიწა უნდა უსკდებოდეს, იმიტომ რომ მას არ უნდა კონდეს. კი ბატონო. სამყაროში არ უნდა იყოს ის დაშვება, სადაც რატი ამაღლობელი რაიმეს გადაბრუნებულ სიტყვის ბროცკიზე კი არა, და ბროცკის კატაზე.
ნიტო што ბროცკიზე. მოდი ესე ვთქვათ რა. ყველაზე მიუღებელი შენთვის წადიზმა უნტაში ლექსი დაწერე რა. პოლიტიკური პოზიციაზე მყოფი ადამიანების ნიჭის დაფასება უნდა შეგეძლოს. შენ თუ პროფესიონალი რატო არ მოწონს ბიჭო? რუსი რო არის, რუსი კაცო. შესეთი დავიწყო საბჭოთა რეჟიმის თან ანუ იდეაში ანტიპოდი იყო. ბროცკი გონჩენა ლიბერალი არა და რო შეხედა რა კულტურა. ბროცკის ლექსი უკრაინაზე თუ არის თუ იცის ალბათ იცის საკითხული ექნება, ვერ იტყვით რომ ველიკო დერჟავობა არ ქონდა გარკვეულად საიუსთან დაპირისპირება. საიუსთან კი ბატონო. მაგრამ ამას ახლა არსებით მნიშვნელობა არ აქვს. იყო ესეთი კინოს უდიდესი ოსტატი ლენინ ლიფენშტაინი. ჰიტლერის პირადი დოკუმენტალისტი, ქალი, რომელმაც მოიგონა ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა, ეიზენშტეინთან ვერ შევადარებ, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა კინოში. კინოში ეიზენშტეინმა მეტი შეიტანა, მაგრამ პროპაგანდა ჩისტა კინო როგორც პროპაგანდის მედიუმი და მისი მეთოდები და მისი მონტაჟი და მისი ოპერატორული ხელოვნება და ასე შემდეგ, თუმცა თავიდან ბოლომდე ჰიტლერის და ფაშისტური რეჟიმის აპოლოგეტი იყო. ენა და ეს ფილმები ტრიუმფ ვოლი ალბათ უყურებდა ხუდები. შესაბამისად როგორ შეიძლება ენა მოგიტრიალდეს? რა თქმა უნდა ფაშიზმი უნდა დაგმო და საშინელება და უნდა უნტრო ფაშიზმს, მაგრამ როგორ შეიძლება პროფესიონალმა ან ოდნავ ხელოვანის თვალით რომ შეგიძლია დაინახო მინიმალურად თქვა რომ ის რატო ადარებ? ანუ შენ რას ადარებ? გასაგები. ბიჭო, უყურე დაჟე ამათი გადმოსახედინანაც კი ბროცკის არაფერი არ მიუქარავს, რომ რატი ამაღლობელია. ვინმემ რო თქვას, ვინმე ლიბერალმა რო თქვას, რომ აღარ მომწონს. ეხლა შესაბამისად გავუშვათ ახალი რატი ამაღლობელი, ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინანდელი ალბათ. ეხლა ახალი რატი ამაღლობელი. ძველია, კი ბატონო. თავარი რითაც ისინი იკვებებიან, ეს არის დღეს შიში. და შიში მათია, ჩვენი არ არის შიში. გულწრფელად ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან ბევრჯერ, რომ ამ საზოგადოებას არ ეშინია და ჩვენ გავტეხავთ ამ ნავს და გავტეხავთ ამ შიშს. ამ რწმენის გარეშე რთულია, ამ იდეალების გარეშე რთულია. მხოლოდ პრაგმატული, მხოლოდ სარიერი რაციონალები, იცით გამარჯვების ბრძოლა ეგეთი რამეა რა. შენ თუ ყველამ თუ იცის რომ ვიმარჯვებთ, იქ არავინ არ დარჩება. აქ არის მთელი ამბავი, ამ რწმენაშია მთელი ამბავი. რა უნდა? არა, ეს ცდილობა ქონდა პოეტური მითოლოგიმა შეემუშავებინა, მაგრამ მე ვერ გავიგე მაგალითად რა. ანუ წმენაში გავძლიერდეთო. ხო, ალბათ, ეს სექტა არის. ბიჭო, უყურე. კი ბატონო. მე კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მოდი არ განვაზოგადებ კონკრეტულზე ვიტყვაში რა. ამ კალიბრის უნიჭობა როგორც შემოქმედებაში, ისე რიტორიკაში, დაჟე სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაში, როგორცაც ჩვენ უყურებთ. რატი ამაღლობელი იქნება ლაშა ბულღაძე იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ იმ კალიბრის და ისეთი უხეში და იშვიათი უნიჭობა არის. მაგალითად, რატი ამაღლობელმა შარშან თუ შარშან წინ ჩაწერა რაღაც საპროტესტო ლექსი სიმღერა, ლექსი იყო მუსიკა ედო. ევროპის რომელსაც უნდა აიღელვებინა მასები. ევროპის ბეთჰოვენზე რო ის გააკეთა, მეგონი მან დაწერა ტექსტი. ხო. Ode of Joy-ზე მეგონი მან დაწერა ტექსტი. ქართული ვერსია. ქართული ვერსია ხო არსებობდა, მე მახსოვს რომ ბეთჰოვენის Ode of Joy-ის ქართული ვერსია გააკეთა. ეხა მაგარი არის, ხო, როდის დარწმუნდებიან ეს? არასოდეს. ესენი რომ ანუ მათთან არის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა. არა, მეგონი, აი ხა ბუღაძე გაუშვით თუ შეიძლება გაუშვით და გეტყვით რა, გაუშვით. ლიდერი რამდენად გაჩნდება? იცით როგორ არის? ნიკოლო მაკიაველი წერს, ხო, სრული გენიოსი და რაღაცა და ცინიკოსიც კი, თავის მთავარში, ხო, არ უნდა ჰქონდეს მთავარს ისეთი ხალხის იმედი, რომელიც მასში აუცილებლობას ვერ ხედავს. აი ძალიან უცნაურ ფორმულირებას ახდენს, ხომ? ანუ თუ კი აუცილებლობას ვერ ხედავთ, რომელიღაცა კონკრეტულ ლიდერში, ამ ლიდერს ნუ ეკნება განცდა, რომ ის მაინც ლიდერია. აი ძალიან ზუსტ ფორმულირებას გვაზრებს მაკიაველი, ხო? აუცილებლობას უნდა მხედავდეთ.
ძალიან არავის. ეგ რო გითხრა. სხვა რაღაცას მივაქცევდით თქვენს ყურადღებას. მეგობრებო, თუ გაქვთ აღიცხული თავარი მაკიაველის თავიდან ბოლომდე, აი ცინიკურიო მაგანაც კი ახსენა, არის თავიდან ბოლომდე რეალ პოლიტიკოსის, ცინიკოსი, პოლიტიკოსის, ასე ვთქვათ, რჩევებით აღჭურვილი ამბავი რა. ეხა ნორმალურ ღირებულებით სავსე საზოგადოებებში, ლიბერალურში, მაკიაველიზმი სალანძღავე სიტყვაა. კი ბატონო. ეს არის ცვეთში სალანძღავე სიტყვა, რომელიც ნებისმიერი ღირებულების უგულებელყოფას ნიშნავს. მაკიაველიზმი არის სალანძღავე სიტყვა. რომელსაც ხო ლიბერალიზმში თვითონაირი ზეპირსიტყვერებში იყენებენ დიქტატორული მათი ხედვით დიქტატორული თვითონაირივი რა. შესაბამისად, მეგობრებო, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რა, აი შენ წინა კითხვაზე, ამათ შემოაკლდათ მართლა ზოგიერთს შემოაკლდა მაყურებელი და თაყვანის ცემელი. შემოაკლდა როდის ყავდა? ადრე ყავდათ ვიდრე ეხლა მაგალითად როდესაც ბუღაძე ნაკლებად, მაგრამ მაგალითად რატია მაღლობელი ებრძოდა სააკაშვილს, მაშინ ის აქტუალური იყო და ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდა 2012 წლის მერე, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა შემოაკლდა მაყურებელი. დავიწყოთ იმით, რომ მისი შემოქმედებაც მითი იმის შესახებ, რომ 12 წელი გავიდა. ან რა გააკეთა ახალი ამ კაცმა ერთმა, ამ ბუღაძემ რა დაწერა და რა შექმნა ახალი. უაზრო პოლიტიკური აქტივიზმი აქვს ვითომ ხელოვანებს. ანუ ხელოვანები კი არ არიან ვითომ ხელოვანები, რომელთა შემოქმედება წყალებში არის აქტივიზმი. და რამდენი არის ეგეთი? ხო, ანუ ესენი რეალურად არიან პროფესიით აქტივისტები, თეატრის რეჟისორები, ვნებით რომ იყვნენ ხელოვანი. ბატონო, თეატრის რეჟისორები, ვიღაცა მსახიობები, რომელთაც უამრავი ასპარეზია. კაი ხა, მართლა ბუღაძემ რომ დაწეროს ამდენი ხანი ხო ებრძვის დიქტატურას, რომ დაწეროს რომანი. რომელიც ხალხი საქართველოში კითხულობს. დათა თუთაშიამ ღმერთო მაპატიე დიდი ბოდიში არც ვადარებ, მაგრამ დათა თუთაშიამ გაცილებით დიდი კვალი დააჩნია საქართველოს უახლეს ისტორიას, ვიდრე პოლიტიკურმა ბევრმა, თითქმის ყველაზე არ ვიტყვი, პოლიტიკურმა მოღვაწემ. ძალიან დიდი წარუშვლელი კვალი დაამჩნია. მაგრამ ბიჭო, შემოქმედების ეგ არის მთელი მუღამი. შემოქმედების ერთ-ერთი თავარი რითიც შეგიძლია რომ თქვა, რომ აი რა კვალს დატოვებს ან რა კვალი დატოვა, ხო? არის ის საზოგადოებაზე რა ტიპის გავლენა მოახდინა. ეს ადამიანები, რომლებიც მუდმივად წერენ და საუბრობენ იმაზე, რა არის მათი განმოსახენა პრობლემა და ეს არის არალიბერალური საქართველო, ვერ შეძლეს შეექმნათ რაიმე ტიპის ღირებულება იმისათვის, რომ ამ ღირებულებას და ხო ძალიან უართ ის სიტყვა ცნობიერების ამაღლება მაგაში იხარჯება ამაც გამოსული გრანტები და მაგას წერენ იმ პროგრამებში ხო შეხვედრები იქნება თუ რაღაც კურსები იქნება რა საკეთო ყველაფერი ემსახურება ამათი ვორდინგით ამ დაძაბუნებული ქართველების ცნობიერების ამაღლებას ხო ეგიჟე ბიჭო ამდენი ხელოვანი როგორც თავს ეძახიან და რაღაც დიდსიებს ხოდებენ რომ აგერ 500 და 600 ხელოვანი ვართ და არა ბიჭო ამდენი ხელოვანი ადამიანი როდესაც ხელისუფლებას უპირისპირდება შემოქმედება მათი რატო არ საუბრობს არაფერს ისეც რომ მასა აიყოლიოს მასა არა ძმაო დაჟერა ავიცი ერთი კარგი მოზრდილი უბანი რატო არ შეუძლია იგივე შეიძლება ვთქვათ ჰოლივუდზე იგივე შეიძლება ვთქვათ ჰოლივუდზე ჰოლივუდმა თავის საქმე გააკეთა კაცო ვისაც მაგრამ მიუხედავად იმისა ლიბერალა აქტორები კი მაგის ხელოვნებაში ვერ მოახდინა მაგის იმპორტირება მოახდინა ის რომ საშუალო სტატისტიკურ უნივერსიტეტში მიმავალ არათბილისელს მაგალითად აქვს ვნება იმისა რომ მან მაქსიმალურად დააფიქსიროს თავი ლიბერალად მაგიდან ნაწარმოები. კი ბატონო, შეიძლება რაღაც გარკვეულწილად ხო მიბაძვითი არის. კი ბატონო. ხო მოდი ახლა გავუშვათ პატაბუჭულად ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს. 4 თვე არის ხალხი გამოდის ყინვაში და დგას იქ და ელოდება რაღაცა სიახლეს. მე შევატყე რომ
ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ხალხში, ძალიან. არ იყო ხა ჩემი გამოსვლა სცენაზე, თქვენ იცით მე რა ავედი სცენაზე, უკვე მიკროფონი ნადიმ ხვალაძე ამოვიდა კიდე, მე და მადემი ავედით და მიკროფონი უკვე გამორთული. ძალიან საჭირო იყო რომ ჩვენი დღეს მიგვიმართა ხალხისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვეშინი ერთი რამის, რომ კიდევ ერთი ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, რომ ბევრი ხალხი მოსულა და არაფერი არ მომხდარა და აბა ეხა წადით სახლში. ხო, გამორთულ მიკროფონზე ჩაართვენეს. ხო, პატაბუჭულაძე მთელი მიხდება ისე რომ 8 აპრილს შევიკრიბოთ და არ დავიშალოთ. აი ამას ამბობს კიდე ხო, გალიმით აღლითი. უშინ ღამე გადაცემის მერე გზად ძალიან ბევრგან შევხვდა ვიდეო, რომელიც ან არ მქონდა მენანახი, ან აღარ მახსოვდა საერთოდ. რა. ესაც შეხვედრა არის ბიზნესმენშვილის ჟურნალისტებთან და იქ იხსენებს პატაბუჭულაძე 9 მილიონი როგორ თხოვა იმისათვის რომ ხარდამჭერი გავხდე. და რატო მოითხოვა? და ბოდიში და მე ხუმრობით იმას ვქენიო რა რომ და ეგ 9 მილიონი ახსნავ იმ ლოგიკით რომ ეხა მეორე იმას ოპერის მომღერლობას შევეშვა ამ თანხას დავკარგავო რა. მიუღებელი შენ 200 წელიო იმღერო აგერო ხუმრობით დავიანგარიშეთო რომ 200 წელიო რომ იმღერო 2 მილიონი არის მაქსიმუმიო რაც გამოდა 9 საიდან მოგაქო და მეორე დღეს უცოლი გამოუშვა ანგარიში მომიტანაო ცოლმა და აჰა მაშინ 2 მილიონი ჩაგვირიცხე. რა თქმა უნდა. ანუ ბიჭო ამ ტიპზე ვლაპარაკობთ გარდა იმისა რომ ეს ტიპი არის ქველმოქმედი ან ყველაზე ცუდი კაცი იმხრივ რომ ბიჭო აი ქველმოქმედებას ეგრე რომ აბინძურებ ქველმოქმედებასთან ხალხს მიდგომას რომ ეგრე აბინძურებ რომ შენ ქმნი საქველმოქმედო ფონდს სადაც ამბობ რომ რაღაცა გაჭირებულს ეხმარები, პოვარს ეხმარები, დაავადებულს ეხმარები, ბავშვს მოხუც და აქედან პირადი საჭიროებისთვის მოიხმარ მე ამას შენ ხალხის სიკეთისთვის გადახდილ ფულს ჯიბეში უშვე. არა, მან ძალიან მაგარი იყო რომ ეს უბოროტესი საქმეა, ნუ არანაკლები კეზერა რომ პენსიონერებს დარწვა. ეს უძრაობა, ეს სახლი ხო არ იყო გადაფორმებული ამ უპოვარ ადამიანებზე და ბევრი სხვა დარღვევა ძალიან ცუდ სახლებში ცხოვრობდნენ, ძალიან მიტოვებულში. თითქმის ჩვენ ფილმი გავაკეთეთ, ავსახეთ, გაშვების დროც არის ხელახლა რომ ყველამ ნახოს და რაც არის თავარი ამბავი. ზოგადად საქველმოქმედო ფონდების თავის 90%, 90-95% ხარჯავენ ინდა ქველმოქმედებაში. 30%, 33% ხარჯავდა მხოლოდ ქველმოქმედებაში. დანარჩენი მიდიოდა ფონდი ინახავდა საკუთარ თავს და ხო ის საკვირველება, აი ეს მეუღლე ახსენე შენ და მეუღლეს ქონდა ხელფასი ამ ფონდში. არა მარტო ის იყენებდა პატაბუჭულაძე ამბობს და მანქანები იყიდა ბოლო მოდელის მანქანები ამ ფონდის ფულით რომ კარგად იარა და არ ვიცი სიგიჟე არის ეს არამედ ეს ქალიც იღებდა ხელფასს. ნუ ეგ გასაგებია. თაზო დადუნაშვილი რაღაცა ვინაა ბიჭო თაზო დადუნაშვილი მითხარ ყურში სწრაფად თაზო დადუნაშვილი ვინაა აი ნახე დავამკვიდროთ. ვერ გამოვიდა ისეთი როგორც ჩვენ გვინდა და მოდი ახლა ესეთი უნდა გამოვიყვანო. ეხლა აქ რაღაცა კლინკების აყრა და თქვა რომ ჩვენ გვეთქვა რომ დავждარიყავთ რადგან ისეთი არ არის მაშინ აღარ გვინდა. როგორც რაღაცა არ ვიცი დიდი პატივისცემით ჩვენ კოლეგები ცდილობენ რაღაცა ამისგან დისტანცირებას ხო ნაციონალურ მოძრაობისგან. არ გამოვა ნაციონალურ მოძრაობის დისტანცირება, კარგს არაფერს არ მოუწევს საც ნაციონალურ მოძრაობას მაგალითად და არც პროცესს ხო იმიტომ რომ რაღაცა ერთი პოლიტიკური ძალა რომელიც გვერდზე იდგება. არაფერს კარგს არ მისცემს გარდა იმისა რომ საზოგადოების დაკმითას არ შეასრულებს. ხო აი ეს ადამიანი ეს სასაცილო ადამიანი აუცილებლად უნდა გაუშვათ ხოლმე და დავასრულოთ მეგობრებო გადმოცემა ეს პეპაგოჭი პოლიტიკაშია? კი ეს არის ლელოს წევრი პეპაგოჭი მე გადავები პეპა კი ბატონო და ანუ რა ქვია? რა ქვია? თაზო დათუნაშვილი თაზო დათუნაშვილი და დავასრულოთ მეგობრებო კუტაბიჭით თუ შეიძლება კუტაბიჭს მაგარი კონკურენცია აქვს სხვათა შორის უკვე აღარ არის სოლო კუტაბიჭი მაგერ ეხა სანამ გამოსავლად ზუსტად ვიცით რომ ეს არ იქნება მაგრამ დროს მოგაგებინეს ამიტომ ვილაპარაკოთ ჩემთვის იმას ნიშნავს რომ ნაბახუსები გეზარებოდეს რომ გადაიაროთ ამიტომ კიდესვა ამ პროცესში ახლა ოპოზიცია თქვენი აზრით კი ცხადი ამ პროცესშია და გუშინ გელოდებოდა გუშინ დღეს რომ ამის მერე მოქალაქეებში გაჩნილიყო ის კაფეო რაღაცას ელოდებოდეს ეს არ აღმოჩნდა და მე ყველა სხვაში ეძებოს წარუმატებლობის მიზეზი და ამის მოლოდინში იყო ყველა და ყველა სხვა გესმოდა ხა ნახე ჩაივლის ეს გამოსვლა ნახე ხა დავაკვირდეთ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას მათ განცხადებას როგორ შეიძლება რიტორიკების ხალხის ზრუნავებასთან მაგალითად მიმართებაში
მეგობრებო, რა დასასრულ რა შეიძლება ითქვა? ჩვენ არ დავიღლებით ჩვენი ტელევიზია, ჩვენს ჩვენ საგანმანათლებლო და გადამრჩენის ფუნქციაც გვაქვს, იმიტომ რომ არის ხალხი, ვისაც ახლა უკვე შეეპარა იმაში, რომ რას აკეთებს, საერთოდ რამე სიგიჟეს ხო არ ჩადის, საგელ. ნელა აი მერცხლები მოფრინდებიან ახლა მოიყვანენ გაზაფხულს, მაგრამ გამოჩნდებიან პირველი მერცხლები, მეორე, მესამე ტალღის მერცხლები. და აი მაგალითად ბევრი იტყვის ახლა რომ ჩვენ არ ვიცით როგორ გაღავდა. ანუ არ ვიცით რატომ გაღავდა. ბოლოს იტყვი რომ ალბათ არ გაღავდა, იმიტომ რომ ლოგიკურად ესია. ჩვენ ვიცით ხედავთ რომ იტყვია რომ ჩვენ ერთმანეთში ვეზიზღება და ვერ ვამყარებთ კოორდინაციას. ნელ-ნელა ეს ყველაფერი შეიცვლება. ძალიან ცუდი იქნება თუ ისე არ შეიცვალა რომ ბოლომდე ვიღაცები თავიანთ იდიოტურ პოზიციაზე დარჩნენ და ერთბაშად ჩამოიქცეს თელი მათი ჭარბი რეალობური როგორც ამბობს სამყარო. მაშინ ძალიან დახმარება დასჭირდება ზოგიერთ მათგანს. არიან მიუხედავად ჩემი გარკვეული ცინიკურობისა, მე მაინც მგონია, რომ არიან ადამიანები, რომელიც თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გონებრივი განუვითარებლობის თუ ზედმეტი მიამეტობის გამო, მათ გონიათ რომ რუსებს ებრძვიან რა. მართლა გონიათ ესე. და აი ახლა სადღაც არის ახლოს გამართვა. ხარ და მხარ. ჰა? ლაკა ხოშტარი. ლაკა ხოშტარი ხარ და ხარ, ხო? ნუ ხო ხდებია რა. ამიტომ მე მინახი ადამიანები, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო, რაც არის ობიექტურად მათ წინ კედელი მაგალითად, ან რა ვიცი, ნებისმიერ ობიექტურად ვერ ამჩნევ. აი თეთრი კურდღელი არის აი ეს გენიალური მაგალითი, ეს არის ძალიან ცნობილი ნაწარმოები ჯავახიშვილისა, სადაც ხუნაგის ავადმყოფობის გამო ქალს გადაეცვალა შვილი, რომ ვერ მიასწრო ექიმთან, ვერ მიიყვანა, იმიტომ რომ იყო საყვარელთან და ისეთი რამ განუვითარდა, რომ უბრალოდ არ სჯერა ამ ბავშვის გარდაცვალებისა ამ ქალს და ეს ძალიან რთული ფსიქოლოგიური დრამაა, ეს ნოველა შესანიშნავი. მე ხა საშინელებასთან არ მინდა ამ ადამიანების მდგომარეობა შევადარო, მაგრამ დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანები უბრალოდ ვერ ხედავენ, რომ არიან აბსურდში. მოიგონეს გაყალბება, მოიგონეს რომ სალომე ზურაბიშვილი მათი ლიდერია, მოიგონეს რომ მთელი საქართველო მათ გვერდით არის, მოიგონეს რომ აი ცოტაც და აგერ 8-ში დავждებით და არავდგებით და არის გაუთავებელი ერთ წრეზე სიარული. კონსპიროლოგია არის, ოღონდ ყველაზე მავნებლური, ყველაზე არადაფუძნებული, არანაირი საფუძველი რეალობა რო არ გააჩნია. ყველაზე აბსურდული კონსპიროლოგია არის. ანტირეალური. ძალიან ბევრი კონსპირაცია წამიკითხავს, ძალიან ბევრი კონსპირაცია მომისმენია, რაღაცები, მაგრამ ევასება, რამდენად აბსურდული არ უნდა იყოს, მაგრამ ესეთი ბანძი კონსპირაცია, რაც ახლავს თან ამ პროტესტს, რომ გაყალბებული არჩევნები, ეს ჩელიაბინსკში გაღვიძება, ეს პუტინის მიერ მართული ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტი ჩადის 9 მაისს ყაველაშვილზე, რა ქვია, წითელ მოედანზე და 9 მაისს უკვე ოფიციალურად გაფორმება რუსეთად საქართველოში. ესეთი ბანძი კონსპირაცია მე არ მომისმენია, დაჟე TikTok-ისეც კი ვნახულობ ხოლმე კონსპირაციულ ვიდეოებს. უმეს მადლობა მეგობრებო, კარგად გრძანდებოდეთ, ხვალამდე. ხვალამდე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.